მოდით ახლა ხიმტრეილერების შესახებ კიდევ ახალი ინფორმაცია ვიხილოთ. ეს გახლავთ რუსულად წაიკითხეთ და ახლა მოდი ვთარგმნოთ და რას ნიშნავს ეს ყველაფერი ქართულად შევხვდებით. ანუ ხიმტრეილერების მუშაობის დროს, როდესაც ეს ქიმიოტრასებზე გადაფრენებით ხდება, აი ამ შხამქიმიკატების გაშვება სივრცეში, აი რა ემართებათ ადამიანებს. ფართო მასშტაბიანი ატმოსფერული შესხურება ქვია მას. ესე იგი, ცაში ერთდროულად რამდენიმე თვითმფრინავი დაფრინავს და საცხოვრებელ უბნებს ქიმიურ ნარევს ასხურებს. მწვავე ფიზიკური სიმპტომები, შაკიკი, გულისრევა, ტკივილი თვალებში, ქრონიკული დაღლილობა. 5 კომპონენტიანი ქიმიური ნარევი, თვითმფრინავები გამოყოფენ ალუმინის, ბარიუმის, სტრონციუმის, ლითიუმის და ჭკვიანი მტვრის ნარევს. ოღონდ ეს ყველაფერი არ გახლავთ ხალხო დეზინფორმაცია. ეს ყველაფერი ოფიციალურ დონეზე, ლაბორატორიულ დონეზე არის გადამოწმებული ზოგიერთი ესე ვთქვათ აქტივისტის მიერ და აი ნადები როდესაც გვხვდებათ მაგალითად მანქანის საქარე მინაზე და ასე შემდგომ, შეგიძლიათ აიღოთ ეს ანალიზები და იქ ექსპერტიზას, დამოუკიდებელ ექსპერტიზას და ეს ეროვნული ექსპერტიზა რო არის, გადააგზავნოთ რა ნივთიერებაა და მოგივათ პასუხი ოფიციალურად, ვისაც რეალური ფაქტები გაინტერესებთ. და რა შეიცავს ეს ყველაფერი ალუმინის, ბარიუმის, ლითიუმის ნარევს, სტრონციუმი, ფსიქოლოგიურ დარღვევებს იწვევს, შფოთვა, დეპრესია, აგრესია, სტრესი, სრული უმწეობა, ჭკვიანი მტვერი, ესე რომ ვთქვათ. ქრონიკული დაღლილობა. ამიტომ ეს უამრავი პრობლემა და ხალხი რომ ესე ვთქვათ აგრესიულია გამხდარი და ზოგიერთი ჭკუაზე რო აღარ არის და ხალხი ჭკუაზეა გადასული ზოგიერთები და ეს ამდენი აგრესია და ეს ამდენი პერესტრელკები და ეს უბედურებები რო ხდება, ამის ბრალიც არის. მარტო ამის ბრალი არ არის, მარტო ამისგან არ არის გამოწვეული, მაგრამ ესეც მოქმედებს. ამერიკულ ფილმში რო არის They Live, ისინი ცხოვრობენ, ხო? აი ამ ქიმიური ნარევებით ხო ადამიანების ძილის ფაზაში, ანუ ფსიქოლოგიური ძილის ფაზაში ყოფნას აგრძელებენ, ანუ რომ ხალხს ეძინოს, ვერ გაიღვიძონ და ასე ვთქვათ, აი ამ ტკივილებს და ფსიქოლოგიურ დარღვევებს ქონდეთ გადატანილი ყურადღება. გარკვეული წნევები, აი ეს ყველაფერი აქედან არის შაკი კი რატო უნდა ქონდეს ადამიანს? რატო? აი ეს მწვავე ფიზიკური სიმპტომები, აი აქედან არის გამოწვეული, დეპრესიები, შფოთვები, ჩვენ ეს რაღაც შინაგანი ზოგჯერ, როდესაც შინაგანი ყოველთვის ეს შინაგანი რაღაცა ფსიქოლოგიური პრობლემები კი არ არის, ეს არის გარედან შემოსული ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც მერე შინაგან ორგანიზმში აი ამ დარღვევებს იწვევს და უკვე ფსიქოლოგიურ აშლილობაში გადადის. ამიტომ ქიმიოტრასები ეს არანაირი შეთქმულების თეორია არ გახლავთ. ეს არის ის რეალობა, რაც თითქმის ყოველდღე ჩვენს ცაზე ხდება რა. უფრო მეტი გადაამოწმეთ ინფორმაცია და უფრო მეტად გაეცანით ამ ყველაფერს, იმიტომ რომ სანამ მთელი საქართველო არ გამოიღვიძებს ამ საკითხში ერთ-ერთი, სანამ მთელი საქართველო არ გაიგებს, რომ აქ ეს ხდება, ჩვენ მთელ მსოფლიოს ვერ გადავწყვეტებით საქართველო და საქართველო გამოიღვიძებდეს და მსოფლიოში ისედაც იციან ეს ყველაფერი. უბრალოდ დანარჩენ მსოფლიოსა და ჩვენ შორის განსხვავება ის არის, რომ პირდაპირ გეუბნებით, ეს არის პირდაპირ ინდიკატორი, რომ საქართველოში თუ ყველას ეცოდინება, რომ ქიმიოტრასები რეალურად არსებობს და ხიმტრეილერები რეალურად მუშაობენ, როდესაც მოსახლეობა გაიგებს საქართველოში ამ ყველაფერს, იცოდეთ, რომ იმ წამიდანვე ეს ყველაფერი შეწყდება, იმიტომ რომ ქართველი ხალხი ამას ვერ აიტანს და რაღაცნაირად, რა ვიცი, რაღაცნაირად მატრიცაში გააპროტესტებენ თავიანთ გონებაში. ანუ ნახე, ელემენტარულად საწყის ეტაპზე გონებიდან, ანუ თავის აზრის მატერიალიზაციიდანაც კი უკვე აკრძალავენ და მატრიცაში სიმულაციაში აუკრძალავენ აი ამ თვითმფრინავებს გადაფრენას და შემდგომ უკვე ტექნიკური საკითხები ამათი ჰაერში გაჩერება. გამოდიან ეს პილოტები და რაღაცებს ლაპარაკობენ საერთოდ რა. ჯერ ეს თვითმფრინავები რო დაფრინავენ, ეგ საერთოდ არ შეიძლება რომ დაფრინავდეს. თვითმფრინავები საერთოდ მატრიცაში არ არსებობს. მაგრამ აი ამ შხამქიმიკატებს ესეც სიმულაციური, ესე ვთქვათ, ალგორითმია, მაგრამ მაინც იმაშვებიან რა.
ახორციელებენ რა, როგორც ახორციელებენ, ეს არის დაახლოებით იგივე, რაც უკვე ყოველწლიური გახდა სმოგი. ნოემბრის ყოველწლიური სმოგი. ამ ნოემბერშიც იქნება სმოგი. ეს არის ერთ-ერთი პროგრამა, ესე თქვათ რა, აი თამაშის ერთ-ერთი სიმულაციური თამაშის ერთ-ერთი განახლებული ვერსია სმოგი რა. ეს თამაშიო წვიმა მოდის და რაღაცა იქ რო დაინისლება, აი სმოგიც არის ერთ-ერთი ხელოვნური ჩარევა, რაც ნოემბერში იქნება აუცილებლად რა.